ჰაუს ბარათიან ვესტეროსის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ომში გამორჩეული საგვარეულოა Game of Thrones-ის სამყაროში. ისინი მართავენ შტორმლენდს რეგიონს, სადაც მუდმივი ქარიშხლები, ძლიერი წვიმები და სასტიკი ამინდებია. მათი მთავარი ციხესიმაგრეა შტორმს ენდი, უზარმაზარი ციხე, რომელიც ზღვის ნაპირზე დგას და საუკუნეების განმავლობაში ვერავინ დაიპყრო. ბარათეონების დევიზია Horses the Fury. ეს სიტყვები სრულად გამოხატავს მათ ბუნებას. ისინი ცნობილები არიან სიძლიერით, ბრაზითა და ბრძოლაში შეუჩერებელი ხასიათით. ბარათეონები ხშირად პირდაპირ ძალას ეყრდნობიან და არა პოლიტიკურ თამაშებს. სახლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია Robert Baratheon, მეფე, რომელმაც ტარგარიენები დაამარცხა და რკინის ტახტი დაიკავა. ახალგაზრდობაში რობერტი ვესტეროსის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეომრად ითვლებოდა. მისი აჯანყება მთლიანად ცვლის ვესტეროსის ისტორიას. თუმცა მეფედ გახდომის შემდეგ ის ნელ-ნელა კარგავს საკუთარ ძალასა და მოტივაციას. რობერტის ძმები სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან. Stannis Baratheon კაცრი, ცივი და დაუნდობელი ლიდერია, რომელიც კანონებსა და წესებს ყველაფერზე მაღლა აკენებს. ის საკუთარ თავს რკინის ტახტის ნამდვილ მემკვიდრედ თვლის და ამისთვის ყველაფერზე მიდის. ხოლო Renly Baratheon უფრო ქარიზმატული და ხალხისთვის საყვარელი ფიგურაა, რომელსაც უამრავი მოკავშირე უჭერს მხარს. ბარათეონების არმია ვესტეროსში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალად ითვლებოდა. შტორმლენდს 10,000-ობით გამოცდილი მებრძოლის გამოყვანა შეეძლო, ხოლო მათი რაინდები განსაკუთრებული სიმამაცით იყვნენ ცნობილები. მათი სიმბოლო ოქროს გვირგვინოსანი ირემია შავფონზე, ძალის სიამაყისა და მეფური ძალაუფლების ნიშანი. ბარათეონები ხშირად მოქმედებდნენ ემოციებითა და ბრაზით, რაც მათ როგორც ძლიერ, ისე ტრაგიკულ ოჯახად აქცევდა. ჰაუს ბარათიან ისტორიაში დარჩა როგორც სახლი, რომელმაც ტარგარიენების დინასტია დაამხო და ვესტეროსის ბედი სამუდამოდ შეცვალა.